საპენსიო ანაზღაურებაში დიფერენციაცია იხსნება. დღეიდან ყველა პენსიონერი იმის მიუხედავად რამდენი წლის არის ის 125 ლარს მიიღებს. ამ დრომდე 67 წლამდე ასაკის პენსიონერს 110 ლარის ოდენობით თანხა ერიცხებოდა კუთვნილ ბარათზე. 1 აპრილიდან კი ამ ტიპის შეზღუდვები არც ერთ კატეგორიაზე აღარ გავრცელდება. ქალბატონებისათვის და მამაკაცებისათვის 67 წლამდე იყო 110 ლარის ოდენობით. ახალი დადგენილებით, თებერვლის დადგენილებით, ცვლილება შევიდა სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესში და განისაზღვრა იგი უკვე 125 ლარით. ანუ 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პენსიონერი ასაკის პენსიონერი ღებულობს 125 ლარ პენსიას. ცვლილება შეეხო ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შეწყვეტის გამო დანიშნულ პენსიას, ეს მკვეთრ კატეგორიას და მათი პენსიაც განისაზღვრა 125 ლარით. დღემდე 1 აპრილამდე მკვეთრად გამოხატული ჯგუფებისათვის იყო 110 ლარი პენსია და გახდა 125 ლარი. ასევე ცვლილება შეეხოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი პირების პენსიებს. მათი კონკრეტული პენსია მკვეთრი ჯგუფი თუ გააჩნია საბრძოლო მოქმედებების გამო ნაბრძოლ პიროვნებას, მისი პენსია განისაზღვრა 198 ლარით. 1 ივლისიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ ცვლილებებს გეგმავს. იმატებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ფულადი დახმარების ოდენობა. 57,000 ქულამდე რეიტინგის მქონე ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 24-ის ნაცვლად 48 ლარი. 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარამდე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე მოიმატებს. მარჩენად დაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებლების პენსია კი 100 ლარი ხდება. 2013 არტერიული ჰიპერტენზიის პრიორიტეტული წელია. დღეიდან 7 აპრილამდე, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც ჯანდაცვის დღე აღენიშნება, ხსენებულ თემაზე კვირეული ტარდება და ის სხვადასხვა მასობრივი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. კვირეულის პირველი დღე არტერიული წნევის გაზომვას დაუკავშირეს ადგილობრივი მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ამ მხრივ ჯანმრთელობის გაკონტროლება. ნამდვილად კარგი აქცია, გავიგეთ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ მხრივ გვანებივრებს, ასე რომ ვთქვათ, იმედია რომ სხვა დღეებშიც იქნება ასეთი ღონისძიებები და ერთი მხრივ კმაყოფილები ვართ და საზოგადოებას თანდათან გაიგებს ამ აქციის მნიშვნელობას. დღეს პირველი დღეა და იმის იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ 2 საათიანას დაიწყო ეს ჩვენი ღონისძიება, უკვე 25 ადამიანმა მოგმართა და შესაბამისად აქტიურობა ძალიან მაღალია. რამდენი შეხვდათ ჰიპერტონიკი? ჰიპერტონიკი 5 იყო, ზოგი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ, ერთი იყო მათ შორის, რომელმაც დააფიქსირა, რომ მაღალი წნევა აქვს და არ იცოდა ამის შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 3-დან 1 ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება სისხლის მაღალი წნევა. ის კვლავ რჩება სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზად მსოფლიოში. საქართველოში მას წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის და 48%-ზე მეტს შეადგენს. ამ მონაცემების ეტაპზე დაიწყო ჰიპერტენზიის კვირეულიც. ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრიც უერთდება ამ კვირეულს და კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩამონათვალი. ფაქტიურად თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ყველა მიმსვლელისთვის მოხდება არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი. დღეს უკვე ჩვენ გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის მოხდა არტერიული წნევის გაზომვა. ეს არ მოიცავს მხოლოდ წნევის გაზომვას, აქ იქნება სასწავლო საინფორმაციო ლექცია, დამზადდა ცენტრში ბუკლეტები, რომელიც ინფორმაციას მიაწოდებს რისკ ფაქტორების შესახებ, დაავადების მართვის აუცილებლობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულება. ამიტომ ჩვენს ძალიან აქტიური კვირა გვაქვს. ძალიან კარგია, რომ დადებითი იყო ამ კვირეულთან დაკავშირებით თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობაც და მათი განწყობაც. კვირეულის შედეგებს ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრში პარასკევისთვის შეაჯამებენ. თავისუფალი სკოლა ახალ სასწავლო წელს ინოვაციებით შეხვდება. სკოლა რუსულენოვანი კლასის გახსნას გეგმავს. განსაზღვრული აქვს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის თიხაზე მუშაობის ტექნოლოგიების დაუფლებაც. ამ და სხვა სიახლეების გასაცნობად თავისუფალმა სკოლამ დღეს ღია კარის დღე მოაწყო.
დღეს თავისუფალ სკოლაში დაიგეგმა ღია კარის დღე, რაც პირველად არ ხდება ჩვენ სკოლაში. ჩვენ დღეიდან დაწყილი ყოველ დღე ვაცხადებთ ღია კარის დღეს და ვეპატიჟებით ყველა მსურველს, რომ ჩვენთან მოვიდეს. დღეისათვის ჩვენ ყავდა მოწვეული რაიონის ყველა ბაღი. მშობლებს ჰქონდათ საშუალება, რომ ენახათ რა გარემო არის ჩვენ სკოლაში და გააკეთებიათ თავიანთი არჩევანი, თუ სად მიიყვანათ თავიანთი პირველკლასელები. ასევე დაიგეგმა ღია გაკვეთილები პირველ კლასში, მეორე კლასში, მესამე კლასში, დაიგეგმა ბლიც ტურნირი ჭადრაკში, მუსიკალური, ანუ ერთი ის ჰქონდა მუსიკალური შტრიხი შემოტანილი, რომელიც გიტარაზე ასრულებდნენ თავიანთ შემოქმედებას ბავშვებს. სექტემბრიდან ვგეგმავთ გავხსნათ პირველი რუსულენოვანი კლასი, ანუ რუსული სექტორი პირველი კლასი და ასევე ჩვენ დაწყებით ის მოსწავლეებს სექტემბრიდან შევთავაზებთ თიხასთან მუშაობის ტექნოლოგიაში სიახლეებს. როგორ უნდა გაუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულებს ღია კარის დღეზე სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა შემთხვევების დროს ჩასატარებელი ღონისძიებების დემონსტრირებაც მოაწყვეს. არის ისეთი პირველი დახმარებები, თუნდაც სისხლდენის დროს, თუნდაც ჭრილობების დროს შეისწავლიან ბავშვები. თუნდაც აი ეს სიდამწურის დროს როგორ ვიქცევით პირველი დახმარება, ან ჩვენთვის, ან სხვებისთვის რა შეგვიძლია და როგორ უნდა გაუწიოთ და როგორ უნდა დავეხმაროთ დაზარალებულს. თუნდაც მოტეხილობის დროს და არის ესეთი ძალიან კარგი სასრულითებები, რომელიც ყველა ბავშვი და ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენაც ვისწავლოთ ახლა ძალიან გამოგვადგება ჩვენს მომავალში და ჩვენ ისევ დღეს შენ პირველი დახმარების ფარგლებში რა ასე ვთქვა რა ოპერაცია შეასრულე? მე შევუხვია გავუსუფთავ იოდით და სპირტით საბას ხელი და დავუმუშავე ეს შევყარი ზოლბანდით. თავისუფალმა სკოლამ ღია გაკვეთილები დაგეგმა ჭადრაკში, ჰქონდათ სახალისო გაკვეთილები დაწყებითი კლასელებისათვის. უფროს კლასელებმა კი ლიტერატურული ნაწარმოების ბედი ქართლისას განხილვა მოაწყვეს. დღეს თავისუფალ სკოლაში გაიმართა ღია კარის დღე. ჩემმა მოსწავლეებმა, მესამე კლასის მოსწავლეებმა გავაკეთეთ სახალისო მათემატიკის ერთგვარი გაკვეთილი, საპრეზენტაციო გაკვეთილი, რომელშიც აქტიურად მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა, ჰქონდა თავსატეხები, გამოცანები, ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები ამოცანების ამოხსნაში და ძალიან სახალისოდ და წარმატებულად ჩატარდა ეს ყველაფერი.